არჩევნების ბედი გადაწყვეტა. არ არის ეს გზა. მე სააკაძის სამშობლოდან ვარ. თამარის სისხლი გადამოდის გულზე. უფლის სიყვარულს თავს დრომს წირავენ და წმენას არუინ არ ყიდის ფულზე. მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს. გალაქტიონის დამყურებს ღამე. სწორედ იქაა ჩემი სამშობლო. დედამ ღვთისმშობლის რჩეული მხარე. მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ. მისი სისხლი ვარ, მისი შვილი ვარ. აკაკის ნასუნ ხაერს ვისინ tkავ, ილიას გავლილ მიწაზე დავალ. ჩემი სამშობლო ვერ რითulis ასაკს. კაცობრიობის წედა შექმნიდან. დიახ, გახლა ვარ საქართველოდან. გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან. ყუილი დაპირებები არის ყველაზე მიუღებელი რამე. მე რო გითხრათ რომ ერთ თვეში და ორ თვეში ყველაფერი გამოსწორდება, რა თქმა უნდა ასე არ იქნება, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება იყოს უკეთესი ვიდრე გუში და გქონდეს იმის იმედი რომ ხვალიდელი ჩვენი ცხოვრება და ყოფა იქნება უკეთესი ვიდრე არის დღეს და ამას არ უნდა უღალატოთ და ამას უნდა ხედავდეთ და გრძნობდეთ, მაგრამ ამას უნდა ხედავდეს და გრძნობდეს წალენჯიხის 5% კი არა, თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს ამას. ამას უნდა გრძნობდეს ყველა და სამართლიანობა ამიტომ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი. ამიტომ ჭორაობით და ლანძღობინებით კი არა, შრომით უნდა დავიწყოთ ქვეყნის და სახელმწიფოს მშენებლობა, ძლიერი სახელმწიფოს. ეხლა დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? სუსტი სახელმწიფო. სუსტი სახელმწიფო, სადაც ისეთი რაღაცეები მოსულა უკვე, რომ ჩემთვის რთული წარმოსადგენია. ყველაზე უფრო ჩემთვის რაც არის მიუღებელი, ეს არის სუსტი სახელმწიფო. სანამ არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, სანამ კანონი არის კანონებს თან ყველასთვის, სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტურიზმი, არაფერი არ იქნება ეს არაფერი არ იქნება. ადამიანები, რომლებიც აქ შეულობენ ფულს, ისინი სხვაგან წაიღებენ იმის მაგივრად, რომ აქ მოიტანონ. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ოღონდ ისე რომ არ უნდა დავემსგავსოთ ვინმეს. ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ, რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენი პასუხი ყველაფერზე უნდა იყოს ღირსეული, ისეთი როგორც შეგვეფერება ჩვენ. ისეთი როგორც შეეფერება წალენჯიხას, სამეგრელოს და საქართველოს. ხვანაირად არ გამოვა არაფერი. ხვანაირად გამარჯვებასაც ის ფასი არ ეხნება, თორე გამარჯვება მარტივია. ყველა სიტყვა, ყველა ნაბიჯი თუ ტყუილი ლაპარაკე. ყველა ნაბიჯი თუ ისეთ დაპირებები გაეცი, რომელსაც იცი რომ ვერასდროს ვერ შეასრულებ. რა თქმა უნდა შეიძლება გაიმარჯვა, მაგრამ ამ გამარჯვების ფასი რა იქნება მე? 0. ამიტომ ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჯობია მწარე სიმართლე, ვიდრე ტყუილი დაპირება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ და როგორც უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა ამ ქვეყანაში და ძლიერი სახელმწიფო ყველას რო გვესმენდეს შენდება რეგიონიდან. წალენჯიხიდან იწყება ძლიერი საქართველო. სხვანაირად არ გამოვა არაფერი. და წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მარტვილი თუ არ იქნა ძლიერი, სხვანაირად ჩვენ ვერც ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ. აფხაზეთზე ოცნებები დარჩება ოცნებად და პირიქით კიდე რამე არ წაგვართვან, ამას უნდა გაუფრთხილდეთ და ამის შიში უნდა გქონდეს. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ თქვენგანს, მინდა იცოდეთ, რომ მე უბრალო ადამიანი ვარ, უაღრესად დიდ სიამოვნებას ვღებულობ ეხლა იმისგან, რომ აი ესე თოფილ-სოფილ დავდივართ და ადამიანებს ველაპარაკებით. კიდე უფრო დავარწმუნდი იმაში, რომ ის ნაბიჯი, რომელიც გადავდგი გადადგომას გულისხმობ, იყოს სწორი ნაბიჯი. იმიტომ რომ ეხლა იმ კაბინეტში რომ შედიხარ, მე რაღაცეები იკეტება, რაღაცა ინფორმაციები და ბევრი რაღაცა ისეთი ხდება, რაც არ არის სწორი და აი აქ ხალხთან სოფელში სიარული არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ასე გაგრძელდება ყოველთვის, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება წინსვლა და სხვანაირად გაგვიჭირდება წარმატების მიღწევა. მადლობა მინდა გითხრათ და მინდა იცოდეთ, რომ ჩათვალეთ, რომ მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს ერთად, მხოლოდ ერთად დავიწყოთ წალენჯიხიდან ძლიერი საქართველოს მშენებლობა. და იცოდეთ ერთი რაღაცა, რომ ერთი ადამიანი არ იქნება, ვიზეც მე გეტყვით, რომ აი ეს აირჩიეთ, აი ან ეს დააწინაურეთ. მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ყოველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს. მე რო ერთხელ მიგითითოთ ვიღაცაზე, რომ ეს უნდა დანიშნოთ მეთქი, მე პასუხი როგორ აი როგორ უნდა მოვიდი აქ, ან პასუხი როგორ უნდა მოგთხოვოთ. ეს გამორიცხულია ნებისმიერი ადამიანი. მერობის კანდიდატი იქნება, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, სიის წარმომადგენელი იქნება მუნიციპალიტეტში, ჩვენი ყველას ერთად ასარჩევია. ვინც უფრო ძლიერია, ვინც უფრო კეთილსინდისიერი და პროფესიონალია, ის უნდა იყოს და სხვა არავინ. იმიტომ რომ სხვანაირად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიდგებით ერთ ადგილზე და ვერ წავალთ წინ. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს აქ მოგზაურებისთვის. რაიმე კითხვა თუ გაქვთ, აგერა ვარ, მზად ვარ ნებისმიერ საკითხზე თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ, გადავწყვიტოთ და
დავიწყოთ ნელ-ნელა წალენჯიხის და საქართველოს მომავალზე საუბარი. როგორ დავწმუნდა იმაში, რომ ეს ნამდვილად არის ის ზალა, რომელიც შეცვლის ძველ მთავრობას? მარტივად უნდა დარწმუნდე, უნდა ცადო. უნდა ცადო. ეხლა ეგ შენი გადასაწყვეტია, მე ხო არ მოსულ ვარ აქ და შენ თქვენ ხმებს ხო არ გთხოვთ. მე მარტივ რაღაცას ვამბობ. არც ვიყადრებ ამას. მარტივ რაღაცას ვამბობ. ჩვენ თუ პატარა ნდობის ფაქტორი არ გვექნა და ერთმანეთისკენ ნაბიჯი არ გადავდით, არ ვცადეთ, არაფერი არ გამოვა. აქ არის მართლა ხალხი, რომელიც ჩემთან ერთად წინა მთავრობაში მეც იქ მუშაობდი, ხო, მეც იგივე შეგიძლია მე მკითხო, ხო? იგივე შეგიძლია მე მკითხო. ყველა მათგანი გადადგა ეს ნაბიჯი ზუსტად იგივე მიზეზებით, როგორც მე. ეს ხო ყველას ხო გვესმის ეხა, რომ არც ერთი ჩვენგანი ისევე როგორც თქვენ პარტიას ხო არ ვემსახურებით, ქვეყანას ვემსახურებით, ხო? პარტია ნებისმიერი არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ სახელმწიფოს და ქვეყნისთვის რაღაცა სასარგებლო გააკეთო. სანამ ეს შესაძლებელი იყო და ამ ხალხს ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. მე არ ვამბობ, რომ ბევრი ყველაფერი გამოვიდა. შეცდომებიც იყო. სანამ ეს შესაძლებელი იყო, ვიყავით იქ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ უნდა შეეშალოს ეს. არასოდეს არც ერთი პარტიისთვის არ მიმსახურია და არ ვაპირებ მსახურებას. თავარი არის ქვეყანას და სახელმწიფოს რომ ემსახურო და პარტია ჩემთვის ყოველთვის ინსტრუმენტი იყო და ყოველთვის ინსტრუმენტი იქნება. ეს პარტიაც, რომელსაც დღეს წარმოვადგენთ. ეხა რატო უნდა ენდო? ძალიან ისეთი საკითხია, პირადულია ძალიან. შენი გადასაწყვეტია. მე რასაც გეუბნები, რომ იმ მთავრობაში თუ ვინმე იყო კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, ყველანი აქ არიან, ეს ერთი და მეორე. არავინ არ იქნება ისეთი, ვინც შეძლებს ვისი დადანაშაულებაც რაიმე სიბინძურეში იქნება შესაძლებელი. თუ ასეთი გამოჩნდება, თქვენ უნდა იყოთ პირველი, რომელიც იტყვით, რომ კაცო ამ კაცს არა, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენიანი, ხო? ამას უფრო მეტი გაუფუჭებია, ვიდრე გაუკეთებია და მოსულა შენ ხმასაც, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ. საერთოდ რო იცოდე ყველგან და აქაც პირველ რიგში. ახალგაზრდები იქნება ძირითადი დამტკმელი ძალა. ჩემი რომ აი პერსონალურად გიორგი გახარია 60 არის, პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შემოვიყვანოთ და ეს ძველი რაღაც პოსტსაბჭოური პოლიტიკოსების ეპოქა როგორც 30 წლის მერე მაინც დავამთავრეთ. იმიტომ რომ ერთ წრეზე დავდივართ. ერთ წრეზე და ერთი და იგივე სახეები, ჩემი სტუდენტობის დროს რო იყო იგივე ხალხია ეხლაც. დასამთავრებელია ეს. ამიტომ არის აქ ახალგაზრდა ხალხი. ამიტომ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ბოლომდე ვერ შეძლო, შეიძლება ვიღაცას რაღაცა შეეშალა. თუმცა ობიექტურობა არის მთავარი და შენი არჩევანია. იმ შენ არჩევანზე. უყურე მან როგორია რა არის მთავარი. არც ერთი მხარდაჭერას არ გვჭირდება და მერე თუ მეტყვი რომ კაცო, ეს აი მე შენ გამო დაუშვი შეცდომა, ეგრე არ ეს შენი გააზრებული არჩევანი უნდა იყოს. გააზრებული არჩევანი ხდება ორ საფუძველზე. ან გაქვს ცოდნა, კარგი დასაბუთებული და სწორ გადაწყვეტილებებს იღებ, ან რაღაც დონეზე ენდო. ყოველ შემთხვევაში ხდება ესეთი შერევა. ამიტომ ერთმანეთს უნდა ვენდოთ და უნდა გვჯეროდეს, რომ ძლიერი საქართველო და ძლიერი სახელმწიფო ჩვენი საერთო მიზანია. კიდე ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო, როგორც შარშან თქვენ მე გამომიწოდეთ ხელი, ამირჩიეთ თქვენს წარმომადგენლად პარლამენტში, მე მაშინ მქონდა ერთი მნიშვნელოვანი დაპირება. ეს დაპირება ჩემი წინასაარჩევნო იყო, რომ ჩემგან ტყუილს ვერ გაიგებდით. სწორედ ამ დაპირებას ვასრულებ და იმიტომ ვდგევარ მე აქ დღეს გიორგი გახარიას გვერდზე. იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა გქონდეს, თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში ცვლილებები იყოს და ამ ცვლილებების ავტორი იყოს ის კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც აქ არიან დღეს წარმოდგენილი და ვინც აქ არ არის და სხვაგან არის. ჩვენ სწორედ ამ საშუალო რგოლის წარმომადგენლებს, კეთილსინდისიერ პროფესიონალ ადამიანებს უნდა დავეყრდნოთ და მათი მეშვეობით უნდა შევცვალოთ ქვეყანაში არსებული ვითარება. ამიტომ დღეს ბევრმა ჩვენთაგანმა იმ კომფორტზე უარი თქვა, რაც ხელისუფლებაში ქონდა, ბატონი გიორგის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეთქმის ეს, რომ მან თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი, თავისი ნებით დატოვა ზუგდიდის მერი არის ჩვენთანაგერ, თავისი ნებით დატოვა სამეგრელო ზემოსვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა მალხას თორიამ. მე პარლამენტის წევრი ვარ, არჩეული მაქვს, ამ შემთხვევაში პოსტის დატოვება იყო, რომ იქ სადაც მე ვიყავი აგრარულ კომიტეტში მოადგილეთ
ის პოსტით დავტოვე და დღეს ყველანი ჩვენ ვართ ოპოზიციაში და ოპოზიციაში ყოფნა რას ნიშნავთ თითოეულმა თქვენთაგანმა იცის იმ ადამიანებმა ვიზეთ ზეწოლა იყო განხორციელებულიყო რომ დღეს აქამდე არ მოსულიყო თუმცა ძალიან ბევრი მოვიდა ამიტომ ჩვენ დღეს ვდგევართ თქვენს წინაშე წელში გამართული იმდენად რამდენადაც ჩვენ ტყუილი არ გვიკადრებია და არ ყოფილა ჩვენი ურთიერთობები ტყუილზე აგებული და დღესაც სწორედ აი ამ პასუხისმგებლობით ვცდილობთ რომ შევცვალოთ ქვეყანაში არსებული ვითარება და ეს უნდა იყოს დაფუძნებული სიმართლეზე, სიმართლის თქმაზე. როგორიც წარეც არ უნდა იყოს ეს სიმართლე. ასე რომ დიდი მადლობა დღეს მობრძანებისათვის და ჩვენ იმედი გვაქვს რომ თქვენთან ერთად შევძლებთ ცვლილებების განხორციელებას ქვეყანაში. საქმე ყოველთვის საქმე გვიკეთებია და კიდევ ერთხელ ვიტყვი საბოლოოდ რომ აი ძალიან შინაურულად აი არ არსებობს არც ერთი დაპირება რომელიც უკვე გაცემული არ არის საქმეა საკეთებელი არა ვარ მე ის ადამიანი რომ ეხლა კიდე ოქროს რაღაცა მთები დაგიხატოთ მაგრამ იმას გპირდებით რომ 24 საათი თქვენთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის რომ ყოველ დღიურობა ცოტა უკეთესი იყოს და ხალხს იმედი გაუჩნდეს იმედის გარეშე არაფერი არ იქნება ორი რამე გვჭირდება იმედი და ღირსება და ძლიერი სახელმწიფო და ერთიც უნდა ავაშენოთ და მეორეც ჩვენი გასაკეთებელია არავინ სხვა ამას არ გააკეთებს ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით და ერთად მივხედოთ იმას რომ აქაურობა გამოვიყვანოთ იმ აი უიმედო მდგომარეობიდან რომელშიც ვართ სამწუხაროდ არ უნდა ხდებოდეს ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენ ბევრად უფრო კარგს ვიმსახურებთ ვიდრე დღეს ვართ მადლობა დროებით